შაბათის აღმშვიდობის. როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ, ეს დილით რომ წამოვირქვი, ეს საშინაო ტანსაცმელი ჩემი ძმის ზედა, რომელიც გავცვითე. დავბოდიალობ, ვერ მივახწია ბაწანამდე. ვიმუშავე, იქ ჩანთახო გდია. ჯერ იქ ვიჯექი სოკოსავით, მერე იქ ვიჯექი მე ხარისხი ხალხო. ადამიანი არის ჩაცმა და ხარისხი და ცოტა ტვინით თუ აქ და გვარიშვილობაც მოსდავს იდეალურია. პირველად ვიღებ ახალი ტელეფონით და დამიწერეთ, იქნება თუ არა თქვენთვისაც განსხვავება. მე რაღაცა მგონია რომ აშკარად არის. ხვალ გავდივარ ცოტა ხნით ქალაქს შინადან. და გადავწყვიტე რომ რაღაცები შემელაგებინა ნიკუშასთვის მაცივარში. მამა ჩემი ჩამოვა, მაგრამ იქამდე რაღაცები გამემზადებინა. მე მგონი მე და თქვენ რო ვიყავით მის მერე მაღაზიაში ესე. არ მიმფლანგია ფული. მე მგონი ყოველ დღე ძვირდება. 9 კილო ხორცხოვათი ვარ, ეგრე რაც მთავარია. ალბათ ღორის და ძალიან ცუდ დღეში ვართ რა. მე მგონი რასაც ვშოულობთ ყველაფერი მიდის ჭამაში. დავგმოთ ჭამა. თან მე მაგალითად. ანუ ვაიმე ეს მშია, ის მშია არ მაქვს. როგორ არ მინდება ტკბილიც მინდება, ნამცხვარიც მინდება, ყავაც მინდება, ყველაფერი მინდება, მაგრამ ყოველთვის ჩემ თავს არ გინდა მიხვალ სახლში გააკეთებ, არ გინდა მიხვალ სახლში შეჭავ. იმიტომ რომ სახლში მოტანილს ხო ცეცხლის ფასი აქვს და გარეთ ხო საერთოდ. მაგრამ ხვარის დღეები მაგალითად რომ შენ შულთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, ხო? ნიკუშა დავპატიჟე ამის წინ ნუდლსი, ხო, სწორად ვამბობ. ვაჭამე 14 ლარი ღირდა. მე გამოვიარეთ რაღაცა დარჩენიან ფუნთუშებში რო ახილები და ნაყინები, ეგ პატარა ავიღე 7 ლარი ღირდა. ეგ შენი 20 ლარი. ხო, ნუ დიდი არაფერი, მაგრამ ესე რომ ძალიან დიდი ხანი არ წავსულ ვარ ხინკლის საჭმელად ჩემ შულთან ერთად, რასაც ძალიან ხშირად ვშობოდი ხოლმე. ძალიან დიდი ხანია კინოში ვყოფილ. ანუ იმდენი რამე ამოვიღე ჩემი ცხოვრებიდან, რომ ერთ-ერთის თქმისა არ იყოს, მე მგონი იმისთვის ვცხოვრობ, რომ ვიმუშაო, მართლა ოღონდ. ხო არ ვჩერდები, ხო ვირივით ვაკეთებ, ყველა რესურსს ვიხარჯავ, რაც კი გამაჩნია და მაგასაც ვიაზრებ, რომ ეს არ არის სწორი ნიახური, არ ვარ მეორედ მოვიდე და რაღაცები უნდა გავაკეთო და შევაჩერო და სხვანაირად უნდა ვიცხოვრო, ანუ ყველაფერს აღვიქვავ, მაგრამ არის პერიოდები, როცა შენი თავი თუ არ ჩადე, მოსავალს ვერ მიიღებ. ხო და ბიჭო არ ვწუწუნებ, მაგრამ აი ხო არის რომ რაღაცა გადადო, გვერდზე გადადო. გადადო. გადასახადები, გადასახადებთან მე ვალდებულებები მაგ ბანკის ისინი ცოტა წინსწრებითაც ვიხდი ხოლმე. და გამოდის რომ ანუ შოვნიდან შოვნამდე ვარ. ესე იგი, აი ეს მარაზმი და არაფერი არ მომიტანია, ანუ ზუსტად ის ვიყიდე, რასაც ჭამს ეს და რაც ვიცი, რომ არ გააფუჭავს. დილას რაც კარტოფილი მქონდა, დავთალე. დაასხე დუღებული წყალი, გამოვაცალე კრახმალი, შევაციე, მე დავაშრე ჩაის სტილოებზე, საქმე გამოვიჩინე, საერთხელ ცოტა მქონდა და დავიმატე. და დავპარკე. რამოდენიმე პორციად გავაკეთე პორციებად, რომ კონდეს რა ვიცი რა მოუნდეს, კაცია და გუნება. ბიჭოი, ამოვალაგოთ აბა ვნახოთ რა ვიყიდეთ. თავში არ წამომოთხარ. ვაჭრობ მოგცავარ, დიდი ხანია მოვედი. 2 ცალი ლობიანი. უკაცრავად ეს ხაღალდები უნდა გამოვიჩალო, თორე იმდენად ცუდად მოგცაულ ვარ, სულ ჩამსველებია, ცხელი გამოვტანებია. ცის გამომატანდა ვიჩხუბებდი, ცივია, ხო?
ეს არის ყაბელის და სოსისის ხინკალი. ნახოთ როგორ იქნება. ხანდახან ადამიანს აწებულობ ხოლმე მე. კარგად იცით რომ თავს ვიკლავდი და სულ ცომში მქონდა ხელი. მაგრამ იცით რაც მივხვდი? უფრო ძვირი მიჯდება სახლში და უფრო ვსუხდები და ამიტომ ასე გადავწყვიტე. ამაში გადავიხადე 13 ლარი. მაგრამ ძალიან გემრიელი რაღაცები აქვს ამ საცხობში. რა ვიყიდეთ ლიბრეში ფასდაცმები 20 არ მახსოვს. ფასიდან გამომდინარე მივხვდი რომ არ იქნება კარგი. მაგრამ ეგდოს ფასდათმობით 2 ცალი იოგურტი და მე მგონი ეს უყვარს რაღაც სარჭამს. ორივე ფასდათმობით ავიღე ხაჭო და არაჟანი. ეს არ დამავიწყდა. და პატარა ყავა. მე მგონი რაღაც ხდება ორნაბიჯი, იმიტომ რომ ყავა წავიდა დეფიციტში. სპარშიც ორნაბიჯიც და ვერ გავაღწიამ კარფურამდე რა, ვერ მივედი. 7. მე მგონი. კაი, გადავიდეთ ორნაბიჯზე. ის 32 ლარი იყო, ან 30, არ მახსოვს. მაკარონი 1 ცალი, დავამატებ მაქვს. ფასდათმობით იყო. შეჭამს ადამიანის საღამოს, დილით, ჩაიზე. ეს ნიკოლოზის სიყვარულია. ესეც ჩავაგდე. კარგს გადავუსვავ შესქელებურწეს და მიირთმევს დილით. ესეც ფასდათმობით იყო. ეს იყო ფასდათმობით. სადღაც 20 ლარამდე ღირს. ანალიტიკოსი უნდა ვიყო მე ფასების და ორინაბიჯის. 6 ლარად იყო. დანარჩენები 12 ლარად. მე 6 ლარიანი ავიღე. ვიცი რომ ცუდია, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ სულ მაქვს ის რომ შევყარე. მე შევჭამე 2 ცალი, არ ვიცი რომ გადამრია, არასდროს არ ვჭამდი ხოლმე და დანარჩენი ისევ არის. კარაქი რომელიც ძალიან მომწონს, ნამდვილად კარაქის გემოზე ვჭამ. ძალიან გააფუჭეს პრეზიდენტი და გადავწყვიტე რომ აღარ ვიყიდო, ესეთი ფასდათმობით იყო 6-7 ლარი. კიდევ არ მახსოვს. ეს ნიკოლოზის საყვარელი ძერხვია და ადრე 3 ლარად რო ყიდულობდით, გახსოვთ? და ვიწუნებდით ხოლმე. 12-13 ლარი ღირს და ფასდათმობით მივეცი 9 და რაღაც. ჩემი იოგურტა. სუპერ იოგურტია. სნეკი რომელიც ცოტა ჯამთელია. სულგუნი აბუღე. არ ჭამს ჩვეულებრივ ყველს, ზოგადად არ ჭამს არაფერს.
არც წვნიანს, არც შემწვარი კარტოფილი უყვარს, არც კვერცხი ბერავსის. უყვარს მაკარონი, რომელსაც ძალიან გემრიელად მიირთმევს ხოლმე. უყვარს ძალიან ხილი, მაგრამ ეხა მითხრა რომ არ მიყიდო, ბანანი უმომბეზდაო, აღარ აქვს ისეთი გემო. წვნიანებიდან ჭამს გუფთას და ანუ ბადრიჯანი მაქვს ახლა მაცივარში და ვიფიქრე გამოვაცხობ თქო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ შეჭამს. ანუ მე უნდა შევჭამ. სოსისი წიწილურასთან ერთად, მაკარონთან ერთად იყოს დამხმარე საშუალებად. ჩემი საყვარელია ბურის პური. ძველი პურები მაქვს ფისოებს ვაჭმო. ზეთიც ფასდათმობით. ორი რძე ავიღე. არ მახსოვს 4. უკვე ფასდათმობაც აღარ შველის ისეთ ფასებს წერო. ხუთი ღირდა და კარგია დილის საუბრად. კითხე მიუსლი აქ იყო თუ არა თქო და არ მინდა მომახსენა. და ეს ადრე ვიყიდე და იყო ძალიან გემრიელი, ძალიან არაადეკვატური ფასია. მაგრამ მე მგონი ნორმალურია შედარებით. კიდევ მაქვს დიდი ყუთით პილმენი, კიდევ მაქვს ქათმის ფრთები, რომელიც დაგუფასოვე და ომში მივდივარ. ხო და არ ვიცი. ვერ გეტყვით. არ მაქვს. როგორ უნდა ვიცხოვროთ. არ წუწუნებ კიდევ გიმეორებთ, მაგრამ მე რო გუდულში და აგროჰაბში დავდიოდი და კიდე სხვა მაღაზიებში, ნუ არ ვიცი, ის ხალხი ალბათ ამ იგივე პროდუქტში უბრალოდ ძალიან ბევრს ხარჯავს. დილას ყავა არ მქონდა, ხო, კიდე რა დამემართა. სიზარმაცის ამბავი როა, ჩადი იყიდე, მაგრამ ის დარჩენიანი ყავა რაც მე მიყვარს ორი ნაბიჯის ის რაღაცნაირად აღარ არის. და ზოგადად ყავის ნაკლებობა. და გავედი და აბიხე ერთჯერადები. და ფუნთუ შევუყიდე. ნიკოლოს. და მწერის კვერცხები მოვუხარში, ანუ ესეთ რაღაცებს არ ვაჭმევ, მაგრამ ხანდახან საჭირო. არ ვიცი რა აღერდა, მაგრამ მე გადამოხტავინეს 20 მანეთი. რომ მოვიდ, ძალიან შეშფოთებული ვიყავი რა, რომ დედაო, ნახეო, ამდენი ყავა აიღეო, რძიანიო, ჩემთვის ნიკას უყვარს ეს დუბაის შოკოლადის ყავა რომ არის. იმას მიირთმევს, ყავის მოყვარული არ არის და თამასაკიდან გემრიელად სვავდა ხოლმე ჩემთან ერთად და არ უყვარს ყავა რძე თუ არ ჩავოსხე შიგნით არ რძიანი არ არის, არ მიირთმევს და ну ისაც არ ვაძალებ, არ მინდა რომ დალიოს და დათვალე 4 ეს გაქუაღებული 5 ესო და ну გადაიხადე რა, ანუ ასტრალში მივდივართ. ცოტა ხანში გამოვიგონებთ ქართველები ისეთ რამას, რომ ჭამა ჩაანაცვლოს. ან სახში მოვიყვანთ რაღაცებს. მართლა ოღონდ აი ალუჩას და მარწუს ხომ ვერ გაეკარები, რა ვიცი, სიგიჟე არც ვფიქრობ ხოლმე ჯერ ნიტრატები. და მე ფასები ისეთია, რომ შეჭამ ისე უნდა ინერვიულო, რომ არ შეგერგება. თუ რამე ხეირიან შეიცავს. ისიც არ შეგრჩება. წავედი ახლა მე ესენი შევალაგო. არაფერს გაკეთებას არ ვაპირებ, სახლი უნდა დავალაგო. თქვენ ბედნიერ შაბათ დღეს გისურვებთ და დავიწერეთ თქვენც ესეთი შეგრძნებები გაქვთ, რომ რასაც შოულობთ მაღაზიაში ტოვებთ. და სახში ანუ ამ ყველაფერს რო შევალაგებ რა იქნება არაფერი ხო?
არ ვიცი სად მივდივართ. თუ ალბათ ნორმალურად ჭამ გაისადგინე მასწავლებლები მემატებამე და ამ ყველაფერს ახერხებ, მაგარი ხარ. მიჭირს ხოლმე მე გადახდა. ძალიან ბრაზობ ხოლმე მე რა ის რო არ ამეღო ის ამეღო ეხა ეს გამონაკლისია ეს არ ითვლება. ყოველთვის ვცდილობ რომ მოვიარო დავათვალიერო მე სად მეტია სად ნაკლებია და ძალიან ვიღლები ხოლმე ამ ყველაფერში. ყველი ხოლმე თუნდა არ ვიცი ხა ეს რამდენია. წარმოგიდგენთ ეს არის ნახევარი. ამას რო თლიანი თავი ღირდა 34 ლარი. როგორ უნდა იყიდო? ერთ მით ანუ ის ხო იფიტება შრება მე, იმიტომაც არ ვყიდულობ ხოლმე დიდს რა, თორე ჩემი გადასახდელი არ არის რა მნიშვნელობა აქვს როდის ვიყიდი. მაგრამ ანუ დიდი ოჯახი დაუშვათ რა, ჩვენ ორს გვიშრება. ხორე 6 სულიანი და 7 სულიანი ოჯახი, რომელთანაც რო დაჭრიამ ერთ თავს აღარ არის. 34 ლარი. და მე მაგალითად იმდენად მიყვარს ყველი 100 ლარი რო გახდეს მაინც ვიყიდე, იმიტომ რომ ყველის გარეშე ჩემთვის საჭმელი არ განიხილება, არც დილით არ შუადღეთ არც საღამოს. არ ვიცი. აღშფოთებული ვარ მართლა, ძალიან ვიღლები ხოლმე რა ვიყიდო, ანუ თან გონია რომ ანუ იმას ფასტაკლებით იღებ, იმას ფასტაკლებით იღებ, იმას საბოლოო ჯამში გიბრახუნებენ ისეთ თანხას, რომ რა ვიცი. დროებით